სტიქის ზონებში შექმნილ ვითარებაზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზეც ისაუბრეს, გაირკვა, რომ ზარალის დათვლა უკვე დაწყებულია. დეტალებით გვანცა პაპავაძე ჩაგორთება პირდაპირ ეთერში, გვანცა გისმენთ. მთავრობის სხდომის დაწყებამდე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა კომენტარები ანაკლიასა და ქობულეთში მიმდინარე სტიქიასთან დაკავშირებით გააკეთეს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ზარალის დათვლა ამ წუთებში მიმდინარეობს. დავით ნარმანია ამბობს, რომ ზარალს ადგილზე მუნიციპალიტეტებში ითვლიან და იმ შემთხვევაში, თუ კი სარეაბილიტაციო და აღდგენითი სამუშაოებისთვის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში არსებული თანხა საკმარისი არ იქნება პროცესში, ნარმანიას უწყება ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ჩაერთვება. ასევე სტიქიას გამოეხმაურა ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძის განცხადებით, ზარალს ამ წუთებში ვერ დაითვლიან, რადგან სტიქია კვლავ მიმდინარეობს და პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც სტიქია დასრულდება. ეს არის ახალი სტიქია, ამიტომ ამომწურავი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ არის, თუმცა ჩვენი რეგიონული განვითარების სამსახური კომუნიკაციაში იმყოფებაში საბამის ადგილობრივ თვითმმართველობებთან და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ჩავერთვებით. სამუშაო ჯგუფი, როგორც წესი, ზარალის დათვლასთან დაკავშირებით იდგება ადგილზე მუნიციპალიტეტებში. თუ მუნიციპალიტეტის სახსრები არ იქნება საკმარისი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, ესეთ შემთხვევაში ჩვენ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ვერთვებით, რომ დავეხმაროთ მუნიციპალიტეტებს. გუშინ იყო გარკვეული პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. ამჟამად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. თვითონ ზარალს რაც შეეხება, რთულია ამ წუთში ზარალის დათვლა მოხდეს, იმიტომ შტორმი ისევ გრძელდება, როდესაც დაწნარდება ზღვა, ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება დავთვალოთ ზარალის რაოდენობა. თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, სადაც აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა ქობულეთში, ისევ დაზიანდა ის მონაკვეთი და უახლოეს მომავალში, როდესაც შესაძლებელი იქნება მოხდება ზარალის დათვლა. მთავრობის სხდომის დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისტრი ირანთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად დროებით შეჩერების საკითხს გამოეხმაურა. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტროს არ მიუღია და აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო სპეციალურმა კომისიამ, რომელიც მიგრაციის საკითხებზე მუშაობს. უფრო კონკრეტულად, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, აღნიშნული კომისია შეიმუშავებს საიმიგრაციო პოლიტიკას, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ქვეყანასთან სავიზო რეჟიმები გადაიხედება. საიმიგრაციო პოლიტიკის შემუშავება მიმდინარეობს საქართველოში. ეს პოლიტიკა არ არსებობდა, არის ახალი გამოწვევები, რის გამოც გახდა აუცილებელი ამ პოლიტიკის შემუშავება და აი ამ პოლიტიკის შემუშავების ფარგლებში გადაიხედა და მოწესრიგდა, უბრალოდ უნდა გადაიხედოს და მოწესრიგდეს სავიზო რეჟიმები სხვადასხვა ქვეყნებთან, რომელიც აქვს საქართველოს სამხრივად გაუქმებული. იყო ასეთი შემთხვევაც 2012 წელს, როდესაც ირანმა შეაჩერა ცალმხრივად ეს ხელშეკრულება, არავით არ ვნებათაღელვა ამას არ მოყოლია, რამდენიმე თვით იყო შეჩერებული. ეხლაც ასია, ირანის მოქალაქეებს არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ საქართველოში ჩამოსვლაში, მათ შეუძლიათ ვიზები აიღონ საქართველოს საკონსულოში, გარდა ამისა საზღვარზეც. ასე რომ არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება. დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრები სულ 25 საკითხზე მსჯელობენ. ბოლო 25 საკითხი ჟურნალისტებისთვის საიდუმლოა. მინისტრები ჟურნალისტებთან კომენტარებს სხდომის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ გააკეთებენ. მადლობა. მთავრობის კანცელარიიდან გვანცა პაპავაძე საუბრობდა.